ბავშვი არის იდეალური მკვლევარი, საუკეთესო მკვლევარია, ბავშვის პიროვნება არის წამყვანი ხაზი არის ცნობის მოყვარეობა, ყველაფერი აინტერესებს და ამ ინტერესით სწავლობს. და შენ თუ აძლევ საინტერესო გარემოს, უბრალოდ ნებისმიერ გარემოს, რასაც აძლევ, ნებისმიერ გარემოს სწავლობს. აძლევ მშვიდი და უსაფრთხო გარემოს, მშვიდი და უსაფრთხო გარემოს სწავლობს და ესეთიც ხდება. აძლევ ძალადობრივ გარემოს, სადაც უყვირიან, სადაც ეჩხუბებიან, სადაც ურტყამენ, ასეთი ხდება. და თქვენ წარმოიდგინეთ, მაშინაც კი, როდესაც ის ადამიანი ფიქრობს, რომ მე რო გავიზრდები, მე ესეთი არ ვიქნები, მე ესეთი დედა არ ვიქნები, მე ესეთი მამა არ ვიქნები, მე ჩემ შვილს არ და სამწუხაროდ თუ დავუშვათ იმან რაღაც რეაბილიტაცია, თერაპია, მხარდაჭერა არ გაიარა და ნუ მთელი პროცესები არ გაიარა, ძალიან ხშირად ეს ადამიანები სწორედ ისეთი დედები და სწორედ ისეთი მამები ხდებიან, იმიტომ რომ მათ ისინი იწყებენ იმ ქცევის გააქტიურებას, რა ქცევაც იციან. ეს ნახეს. და როდესაც რაღაცა გამოწვევა ან პრობლემა ჩნდება, სწორედ იმ ქცევას იმეორებენ, რა ქცევაც მასზე განხორციელდა თავის დროზე. თუ ეს რაღაცა ჯაჭვი გინდა გაწყვიტო, ამას სჭირდება ცალკე პროცესები.